ტიღმის ტყეპარკის მიმდებარედ ავტოფარეხების ადგილზე სპორტული მოედანი მოეწყო. დიდუბის გამგეობამ ტერიტორიაზე 54 უსახური ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა, რის შემდეგაც ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით სპორტული მოედნის მშენებლობა გადაწყდა. მოედანი მულტიფუნქციურია და სპორტის სხვადასხვა სახეობაზეა გათვლილი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყო სანიაღვრე სისტემა, დაიგო ასფალტის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 მოსასვენებელ სივრცეს. სამუშაოებისთვის ჯამში 835,000 ლარამდე დაიხარჯა. გაკეთდა მულტიფუნქციური სპორტული მოედანი, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, დაიგო ასფალტის საფარი, ასევე მიმდებარედ მოსასვენებელი სივრცეებიც მოვაწესრიგეთ. პროექტის ჯამური ღირებულება 835,000 ლარს შეადგენს. დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც უშუალოდ მონაწილეობდა მოსახლეობა და მადლობა გადაუხადო ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთა აქტიური ჩართულობით დაიგეგმა და განხორციელდა ეს პროექტი. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოხდა მოსახლეობასთან შეხვედრა, შევთანხმდით გარაჟების დემონტაჟზე, დასრულებულია პროექტი, მშვენიერი მულტიფუნქციური სტადიონი გამოვიდა. ძალიან გვაყოფილი ვარ. ჯერითი სისუფთავეც არის. სტადიონი განათებულია, ულამაზესია საღამოს, მით უმეტეს ბავშვები თამაშობენ.